საქმიან დილაში მე ელენე კვანჭილაშვილი ვარ. გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ქართული ოცნების მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამოაჩერებს. ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ალექსანდრე წულაძემ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრისგან, ჩემ ოზდემირისგან მიიღო. ამ შემთხვევაში გერმანულ წყაროს ვეკუთვნებით. მოგასმენინებთ ერთ ამონარიდს. უკვე ორ თვეზე მეტია საქართველოში ხალხი მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავს თავისი ევროპული მომავლისთვის. დემონსტრანტებს შორის ასევე არის უამრავი მეცნიერი, რომლებიც ხარს უჭერენ თავისუფალ მეცნიერებას და ევროინტეგრაციას. აკადემიური თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ეს არის ასევე ორ ქვეყანას შორის წინათნამშრომლობის საფუძველი. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენი თანამშრომლობის მიზნების განხორციელებას. ამიტომ მე გადავწყვიტე შევაჩეროთ დაგეგმილი თანამშრომლობა თქვენს სამინისტროსთან. თქვენ უსმენთ ჩემ ოზდემირის წერილიდან ამონარიდს, რომელიც მან ალექსანდრე წულაძეს მიწერა. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში გერმანიის ელჩისგან ერთი დღით ადრე გავიგეთ, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა გაყინა. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში შეწყდებოდა სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებში და ევროკავშირის პროგრამებში. ამ ინფორმაციაზე ირაკლი კობახიძის პასუხი იყო, რომ გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს, არამედ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში. განათლების წარმავალმა მინისტრმა კუდი მოიქნია, თქვა